როგორ დაიწყო ოქტოპუსი? ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი არის ფიტნეს კლუბი. ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივე თქვა, თუნდაც შტანგის აწევა არ არის ინტერესის სფერო. ხარისხი ყოველთვის იყო ტოპ 100. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო? ეს არის მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესის პრომოცია ქვეყანაში. მე მქონია ბიზნეს შეხვედრა ოქტოპუსის დარბაზში. 50 ხილის ერთ კვებაზე მიღება არ არის კარგი, თუნდაც არ არის ნორმალური სპორტ დარბაზი, არ არის მხოლოდ რაღაცა გირების ოთახი. გამარჯობა, მოგესალმებით როგორც ჩვენს მაყურებლებს, ასევე ჩვენს მსმენელებს, რომლებიც პოდკასტის არხებზე გვისმენთ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ხმა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და კლუბის ფორმირებისთვის, რომელმაც ალბათ ელიტარული ან ჯანსაღი ადამიანების კლუბი, ესე ვიტყოდი, რომლებიც ელჩები არიან და აიძულებენ სხვებსაც, რომ თუ უნდათ რომ კლუბის წევრები გახდნენ, აუცილებლად ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები უნდა იყვნენ. დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი ასათიანი. გამარჯობა. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო წარდგენისთვის. პირიქით, მადლობა დროის გამონახვისთვის, რომ დღეს ჩვენთან ხართ და ვილაპარაკებთ ოქტოპუსის ამბავზე, გიორგის ამბავზე, თუ როგორ დაიწყო ოქტოპუსი, რა გზა გაიარა, როგორ მოვიდა დღემდე და რას წარმოადგენს ოქტოპუსი. იმიტომ რომ ვიცი, ბევრისთვის ოქტოპუსი უბრალოდ რვაფეხაა, მაგრამ ოქტოპუსი სინამდვილეში არის მთელი მესიჯი, თუ როგორ უნდა იყო top to us. და მარტო აი ამ პატარა ნაწილით ჩანს, რომ ოქტოპუსის კონცეფცია, ნაფიქრი, ნამუშევარი და დღემდე რაღაცა მესიჯების, რაღაცა კონცეფციის მატარებელი არის. იმიტომ რომ თქვენი კლუბის წევრები ბევრი ჩემი მეგობარი უბრალოდ როგორც აქსესუარად ატარებს სამაჯურს და ეს არ არის რაღაცა ტურნიკეტის გამხსნელი, არამედ ეს არის რაღაცა პინი პიჯაკზე ან რაღაც აქსესუარი, რომელიც სიამაყის და რაღაც განწყობის მატარებელია. როგორ დაიწყო ოქტოპუსი? სულ თავიდან თქვენ ხართ დღემ ფინანსისტი და რაღაც მომენტში გაჩნდა იდეა. ოქტოპუსის პირველი ფილიალი გაიხსნა 2016 წელს, თუმცა მუშაობა ბუნებრივია დაიწყო ბევრად უფრო ადრე. და აი ზუსტად ის ახლა რაც ირაკლი შენ თქვი, რომ თუნდაც აი სახელწოდებაშივე რო ჩაქს რაღაცნაირად ანუ თვითონ ეს უბრალოდ სახელი რო არ ყოფილი. ხო არ არის მარტო რეალურად რვაფეხა და აქვს კონკრეტული მესიჯები, ამაზე ძალიან დიდხნიანი მოკლედ კვლევა დაგჭირდა იქ ჩვენი რაღაცა ფილოსოფიის ჩაქსოვა და ასე შემდეგ. მაინც რომ ვთქვათ, შინაარსობრივად ოქტოპუსი ნიშნავს top 100, რაც ნიშნავს, რომ როცა ჩვენთან მოდის კლუბის წევრი, უნდა თავს გრძნობდეს კარგად, ანუ რადგანაც რეალურად ფიტნეს კლუბში ყველას აქვს რაღაცა მიზანი ბოდიში, რომ რაღაცა მიზნისკენ მიისწრაფოდეს, ეს მიზანი ყოველთვის უნდა იყოს შენი ტოპ შესაძლებლობები, ეს არის ამის მანიშნებელი არის ტოპ. და შემდეგ უკვე თვითონ კლუბის ნაწილში არის 100, ანუ one of us. ამაზე ხო ვიმსჯელეთ, დაგვეხმარა თვითონ Midforce-ის აგენტო, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ოქტოპუსის ჩამოყალიბებაში და მიხარია თუ დღემდე ჩვენს კლუბის წევრებში და ზოგადად მომხმარებლებშიც რეალურად ეს მესიჯი ამართლებს. დაიწყო ხო, ადრე დაიწყო, ბევრად მართალი ხარ, მე ვარ ფინანსისტი, ესე კონკრეტულად არასოდეს ეს კონკრეტული რაღაც არის ფიტნესის მიმართ არ მქონია, გინდა თუ არა ბავშვობიდან რაღაც კონკრეტული მოთხოვნილება, თუმცა ბავშვობიდან მქონდა ეს რაღაცა ინტერესი. ხო, ინტერესი მქონდა უფრო ბიზნესის მიმართ, ანუ უფრო რაღაცა ჩემი საქმის კეთების მიმართ. მაგრამ მანამდე ბევრი წელი მუშაობდი უფრო კორპორატიულ სამყაროში, მუშაობდი ბანკში, მუშაობდი საზღვაო კომპანიაში, მუშაობდი სამწყობოების ქსელში, შემდეგ წავედი ამერიკაში და ეს სურვილი რომ რაღაცა შემექმნა ყოველთვის თან სდევდა ხოლმე. მახსოვს პატარა რო ვიყავი, ახალი იყო ხა ეგეთი დიდიც არ ვარ, მაგრამ ინტერნეტი მაინც ახალი კომპიუტერი პატარა იყო, ახალი ხილი იყო და მაშინაც რაღაცებს ვაკეთებდი საიტის შევქმნენი და ვცდილობდი რომ რაღაც პატარ-პატარა ისეთ ჩემი საქმე გამომეჩინა, რითაც დავკავდებოდი. და ალბათ ამან განაპირობა ისიც, რომ რეალურად ჩემი პროფესიული ზრდა აღარ განვითარდა ფინანსების მიმართულებით და განვითარდა უფრო ბიზნესის მიმართულებით. თუმცა, გიორგი, შენ თქვი, რომ ქონდა კარიერული ზრდა კორპორაციულ მიმართულებაში.
რამდენად გამოგადგა ეგ, იმიტომ რომ ბიზნესში არის ორი მიმართულება, არის ერთი ინტუიტიური, როცა რაღაც ინტუიცია გაქვს და მუცლის შეგრძნებები, გატფილინგი, როცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებ, მაგრამ არის მეორე კორპორაციული ბიზნეს განათლებით, როცა რაღაცა დათვლადია, გაზომვადია და ამ ყველაფრის ინფორმაციის შემდეგ იღებ რაღაცა გადაწყვეტილებას. შენ შემთხვევაში როგორ იყო, როცა ოქტოპუსს ფიქრობდი? იმიტომ რომ მაშინ მაგ პერიოდში 2016-ში დარბაზები არსებობდა, მაგრამ კლუბის ფორმატით არ იყო. აი ეს გამოცდილებები როგორ დაგეხმარა, რომ გეპოვა ის ნიშა? იცი რა, მე მგონია რომ ახლა შეიძლება ჩემი პირადი გამოცდილებადანაც ესეთი იყო, ამიტომ ვფიქრობ ესე, თუმცა მგონია რომ ადამიანისთვის, რომელსაც უნდა რომ ანტრეპრენორის გზას გაუყვეს, აუცილებელია რომ კორპორატიულ სამყაროშიც კონდეს რამოდენიმე წლიანი მაინც გამოცდილება, ხო? იმიტომ რომ მე თუნდაც იმ ორგანიზაციულმა სტრუქტურებმა, რაშიც მქონდა გამოცდილება, ძალიან დიდი ცოდნა შემძინა, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში და მგონია რომ აი ის თქვათ ბაზისური ცოდნა, რაც თქვათ იმ წლებში დავაგროვე, დღეს ძალიან მეხმარება, რომ თქვათ თუნდაც ოქტოპუსის ფორმირება არ იყოს მარტო რაღაცა ფიტნეს კლუბების ქსელი, თუნდაც არამედ თვითონ უკვე ორგანიზაცია, როგორც ორგანიზაცია ისე ჩამოყალიბდეს თავისი დაალაგებული პროცესებით და გამართული სისტემით, რაც მგონია რომ დღეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე როდესაც რაღაცა მასშტაბს კომპანია მიაღწევს და რეალურად გაიზრდება, პროცესები უკვე იყოს ცოტა ავტომატიზირებული, გამართული, არ იყოს თქვა ვიღაცებზე დამოკიდებული, თუნდაც ჩემზე ან ნებისმიერ ადამიანზე და უკვე კომპანიას კონდეს სისტემური სახე თვითონ საოპერაციო ნაწილშიც. გიორგი, გარდა ბიზნეს გადაწყვეტილებებისა, ერთ-ერთ ინტერვიუში შენ გაქვს ნათქვამი, რომ შენ და პარტნიორებს, როცა გადაწყვიტეთ, რომ გაგეხსნათ დარბაზთან დაკავშირებული ბიზნესი, ცალსახად გადაწყვიტეთ, რომ არ შემოგეყვანათ საერთაშორისო ბრენდი და გინდოდათ, რომ ქართული ბრენდი შეგექმნათ. რატომ? პირველ რიგში კითხვა არის ეს და რა უპირატესობები და რა წინააღმდეგობები გააჩინა ამან? გონია რომ ანუ უფრო მარტივი იქნებოდა რომ უცხოური რაღაცა ფრენჩაიზა შემოგვიყვანა. ზუსტად ამიტომ ვიკითხებ, რომ მარტივი გადაწყვეტა. კი, მარტივი იქნებოდა იმ გადმოსახედიდან რომ თუნდაც მანამდე რა დროც დაგჭირდა ან ვთქვათ რა ინფორმაციის მოძიებაც დაგჭირდა იმისთვის რომ აი რასაც გულისხმობ რომ სტანდარტები დაგვეწერა, ორგანიზაციული კულტურა შეგვექმნა და ასე შემდეგ, როცა ნუ რაღაცა ბრენდის ქვეშ ხარ, ეს ყველაფერი უკვე მოყვება, ხო? მაგრამ მე მაინც ვაკავშირებ ამას, რომ აი ის თუნდაც ბავშვობაში რაც ჰქონდა ეს რაღაცა შინაგანი როგორ გითხრა რაღაც ნაპერწკალი ენერგიის რომ რაღაც კეთება მინდოდა მაგას ჰქონდა ჩემთვის იმ მომენტში რაღაცა თავი მუღამი მოდი ესე დავარქვათ ხო რომ რაღაცა შენ თვითონ გააკეთო და არ წახვიდე თუნდაც უფრო მარტივი გზით ესე რომ ვთქვა არამედ შექმნა რაღაცა ისეთი და პლუს მეორე მიზეზი ალბათ იყო ის რომ დაგვემტკიცებინა რომ საქართველოში შესაძლებელი იყო ქართული კომპანია შეგექმნა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ფიტნეს კლუბების ქსელი რომელიც ნამდვილად არაფრით არ ჩამოვარდება ბევრ თუნდაც ევროპულ ან ამერიკულ ფიტნეს კლუბების ქსელს და ხარისხს და გონია რომ ამას მივახციეთ კიდეც. აბსოლუტურად გეთახმები და ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვი რა მუღამი, იმიტომ რომ ხანდახან როცა ფარხმლის დაყრის დრო დგება, აი ეგ მუღამი გაძლევს აზარტს და გადაწყვეტილებას, რომ აი ბევრი წინაღობა, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი წინაღობა რაც არსებობდა და რასაც მინდა რომ ვილაპარაკოთ, აი ეს მუღამი გაძლევდა მაგ სტიმულს რომ გადაგელახა. დაწყებული კადრებიდან, კომპეტენციიდან, სპეციალიზაციიდან, ტექნიკური აღჭურვიდან, ინფრასტრუქტურიდან, ალბათ ეს ყველაფერი გამოწვევა იყო. ოქტოპუსის ეს გამოწვევები როგორ გადაიჭრა? ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა ანუ წელს უკვე რეალურად 9 წელს ხვდებით და ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა რომ უკან ესე შეაფასო გასული წლები მაინც იყო კოვიდის პერიოდი. იმიტომ რომ ყველა ბიზნესს აქვს ახლა რაღაც სირთულეები, იქნება ეს ადამიანური რესურსის, ფინანსური წყაროების მოძიების, თუ საორგანიზაციო თუ ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთვის კოვიდი იყო მაინც რაღაცა ისეთი გარდამტეხი გამოწვევა, რომელთან გამკლავება მარტივი არ იყო.
გონია რომ გაგვაძლიერა რაღაცა იმ პერიოდში, ხო? იქიდან რომ გამოვედით, უფრო ძლიერად გამოვედით, თუმცა იმ პერიოდში ძალიან რთული იყო, რადგან რეალურად ეს იყო პერიოდი, როდესაც ოქტოპუსი ძალიან იზრდებოდა, ახალი ვალდებულებები ჰქონდა დამატებული, ახალ კლუბებს ხსნიდით და ამ დროს რეალურად მთელ მსოფლიოში იყო რაღაცა გაურკვეველი რაღაცა სტატუსი, ხო? ჩაიკეტა ყველა. ჩაიკეტა, მithumetes ფიტნეს კლუბები საერთოდ დალუქული იყო, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი არის ფიტნეს კლუბი, პლუს ნუ ეხა რაც არ უნდა ის თქვა, რომ იმ პერიოდში რაღაც სტანდარტები რაც ჰქონდა, რომ ვთქვათ, იქ პირბადე რაღაცა, მაინც ალბათობა იმისი, რომ ვთქვათ, ვირუსის გავრცელება მოხდებოდა, მაღალი იყო, ხო? ანუ თან სოციალური პასუხისმგებლობის თემა იყო, თან რეალურად ბიზნესის წნეხი იყო, რომ ვერ ფუნქციონირებდი, თან იყო შენივე თანამშრომლების რეალურად ესეთი რომ რაღაცნაირად ამ ხალხს დაიცვას საფრთხება და პლუს სამსახურის შენარჩუნებისაც, ხო? იმიტომ რომ უამრავი ბიზნესი მაგ დროს უბრალოდ კი და მგონია რომ ეგ იყო ის მთავარი გამოწვევა, რაც ოქტოპუსს თქვათ გამნილ წლებში შეხვდა. და მაგ დროს ბევრი ფიტნეს ინსტრუქტორი ვიცი რომ გადაერთო თუნდაც YouTube არხებზე, სხვადასხვა სოციალ მედიებზე და იყენებდნენ თქვა დისტანციურ საშუალებებს სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებად. ოქტოპუსმა როგორ გადალახა COVID-ი? ოქტოპუსმა მგონია რომ საკმაოდ წარმატებით გავერთ რაღაცნაირად მეტნაკლებად თუ შეიძლება მაგას დაარქვა წარმატებით გავლა, მაგრამ მაინც გონია რომ წარმატებით გავიარეთ, რადგან საკმაოდ ჩართულები ვიყავით თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ფიტნეს კლუბებზე რეგულაციების შემუშავებაში. ჩვენ თვითონაც ვცდილობთ რომ მაქსიმალურად კომფორტი შეგვექმნა ჩვენივე ინსტრუქტორებისთვის, იქნებოდა ეს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება, თუნდაც აი რაც შენახსენე, ხო? ონლაინ ვარჯიშების ჩაწერაზე, თუნდაც ჩვენი მომხმარებლებისთვის ვაკეთებთ ანალოგიურ ონლაინ ტუტორიალებს და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად აი ის პრობლემები, რაც თქვათ, რის წინაშეც კომპანია იდგა, რაღაცნაირად არ შეგვემჩნია და რეალურად ავყოლოდით იმ პროცესს, რა პროცესებიც მიმდინარეობდა ქვეყანაშიც და ნუ მსოფლიოშიც. და დღეს ოქტოპუსი არის უკვე ბრენდი, რომელსთან αφილირებაც, რომლის როგორც ვამბობ, სამაჯურის, სტიკერის თუ ლოგოს ტარება რაღაც სტატუსთან არის ასოცირებული და ჩემთვის ძალიან სამყოა. მინდა შენი პერსპექტივით თქვა, როცა იცი ოქტოპუსმა როგორ დაიწყო და რა გზა გაიარა, დღეს როცა ხედავ ბრენდ ამბასადორებს, როგორც ეძახი, კლუბის წევრებს, როცა ამაყით, სიამაყით ატარებენ ოქტოპუსის ლოგოს და რაღაცა ბრენდის შესახებ ლაპარაკობენ, რა შეგრძნებებს ბადებს, რამდენად ამას იმიტომ გეკითხები, რომ ბევრი დამწყები ბიზნესმენი, სტარტაპერი ან ენტერპრენერი, რომელიც ჩვენ გადაცემას უყურებს, მინდა რომ ეს გახდეს мотиваცია, იმიტომ რომ არის ხოლმე ხანდახან, როგორც მსახიობისთვის აპლოდისმენტი არის რაღაცა მნიშვნელოვანი იმპულსი, რომ ახალ როლზე იმუშაოს, ენტერპრენერისთვისაც მომხმარებლის კმაყოფილება არის ხოლმე იმპულსი ახალი წამოწყებების. და მინდა რომ შენ გაზიარო შენი შეგრძნება, როცა აი ოქტოპუსის ამბასადორს ამაყით მატარებას ოქტოპუსის ლოგოსაც ხედავ. იცი როგორ ვიტყოდი? ორი რაღაცა განცდა მაქვს რა. ერთი არის ყველა ვარიანტში ნებისმიერ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ანტრეპრენორი დავარქვათ, რომელიც ხედავს თავისი თქვათ შრომის შედეგს, რომ თქვათ გაამართლა, წარმატებულია, უყვარს ხალხს, უყვარს თავის მომხმარებლებს და ასე შემდეგ და მეორე არის რა საქმეს აკეთებ. ჩემ სიტუაციაში ბევრად უფრო ჭარბობს აი ეს მეორე ნაწილი, იმიტომ რომ რეალურად რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხო, ეს არის მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესის პრომოცია ქვეყანაში. რაც გონია რომ დღევანდელ რეალობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ოქტოპუსმა მგონია რომ შეასრულა თუნდაც იმაში, რომ დღეისობით საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების ვარჯიშობს, ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. რაც ძალიან მიხარია პირველ რიგში, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან ცოტა რაღაცა არის ალბათ ისეთი, რამაც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინოს ისეთი დადებითი გავლენა, როგორიც შეიძლება მოახდინოს ვარჯიშმა. არ გულისხმობ ეხლა კიდევ თუ არა მარტო თქვა თუნდაც ფიტნეს კლუბში ვარჯიში შეიძლება იყოს და მოძრაობა ნებისმიერი აქტივობა, ხო? იქნება ეს შენობაში, თქვა გარეთ ბუნებაში, პარკში, სირბილით თუ ასე შემდეგ და
თან გონია რომ გადამდებია, ხო? იმიტომ რომ თქვა შენი მეგობარი როცა ვარჯიშობს, ან შენი თქვა ოჯახის წევრი, უკვე მე შენც გინდება და რაღაცნაირად მეტნაკლებად ვრცელდება ვირუსივით რა. და აი მაგაში რომ ოქტოპუსს რაღაცა თავისი წვლილი აქვს შეტანილი, ეგ ძალიან მიხარია. ეგ ერთი ფიზიკური ვარჯიშის და ფიზიკური მოძრაობის ნაწილში და მეორე ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს გონია ვარჯიშს თვითონ მენტალურ ჯანმრთელობაზეც, იმიტომ რომ პირდაპირ პროპორციული არის მენტალურ რაღაცნაირად ადამიანი რო წყნარად იყო, სტაბილურად იყო, შენი ეს რაღაცა ქორი რაც არის არ მოირყეს ესე რომ ვთქვათ და ამაში ვარჯიშს და თუნდაც იმ სტრესის გამოშვებას, თუნდაც ვარჯიშის მხრივ რაც ვთქვათ თელი დღე და ყოველდღიურობაში გვიგროვდება, ძალიან დიდი წვლილი აქვს. კი, აბსოლუტურად გეთანხმები, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის თერაპიაა და სპორტ დარბაზი არ არის მხოლოდ რაღაცა გირების ოთახი. და აქვე აღნიშნა ოქტოპუსის როლს, იმიტომ რომ სივრცე რომელიც თქვენ შექმნით არ არის მხოლოდ დარბაზი, სადაც ტრენაჟორებია და შეიძლება ფიზიკური აქტივობით დაკავდე, არამედ არ ვიცი, შეიძლება არც იცი, მაგრამ რა თქმა უნდა არც გეცოდინება ჩემს შემთხვევაში, მაგრამ მე მქონია ბიზნეს შეხვედრა ოქტოპუსის დარბაზში, სადაც რაღაც საქმეზე უბრალოდ ლაპარაკობდით, ასე რომ სივრცე, რომელიც თქვენ შექმნით, არის ჯანსაღი გარემო, სადაც ადამიანები ისვენებენ და თავისი თერაპიით, როგორც შენაობ, მენტალურად ისვენებენ თავისი რაღაცა გარემო მავნე რაღაც ზემოქმედებებისგან. ძალიან მიხარია, ხო, ანუ რეალურად ჩვენი მიზანიც ეგ იყო, რომ ცოტა კლუბის კონცეფცია შექმნილი იყო, სადაც როგორც ჩვენ თქვი შეიძლება გაიმართოს რაღაც საქმიანი შეხვედრა, ან თუნდაც არასაქმიანი შეხვედრა, ბევრი ისტორია ვიცი, როდესაც თქვა დაოჯახებულან კიდეც, დაწყვილებულან ბევრი ესეთი რაღაცა კარგი ამბავი მომხდარა ჩვენ კლუბის წევრებისთვის, ან თანამშრომლებისთვის, რომელიც მთელი მათი ცხოვრება გაყვება, იმიტომ რომ რეალურად ან დაიწყო, ან მოხდა, ან რაღაცნაირად კავშირში იყო ოქტოპუსთან, რაც ძალიან სასიხარულოა. სანამ ეპიზოდი დასრულდება, ჩვენი პარტნიორის შესახებ გიამბობთ. Bitox ახალი პარტნიორი ყავს IBCCS Tax საქართველოს. საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენც გვიწევს მომსახურებას. თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მაღალი ხარისხის იურიდიული, საბუღალტრო ან საგადასახადო სერვისები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათგან ევროპული ხარისხის სერვისი. ახლა კი დაუბრუნდეთ ეპიზოდს. ოქტოპუსის დაწყების დღიდან ხარისხი ყოველთვის იყო top 100. ნამდვილად. და რამდენად არის ეს გამოწვევა დღემდე? ამაზე მინდა ვისაუბროთ და დღეს სად ვართ? ანუ ხარისხის გამოწვევა სადამდე ფიქრობ შენ როგორც ხელმძღვანელს დაფუძნებელს იდეის ავტორს, რომ სად უნდა წავიდეს ოქტოპუსი. ხარისხის გამოწვევა მგონია, რომ ნებისმიერი ბიზნესის რაღაცა თანდევი პროცესია, ხო? შეიძლება ეს იყოს უფრო მეტად სტარტაპერი, ცოტა უფრო მოზრდილი ბიზნესი, მაგრამ ხარისხზე ზრუნვა მგონია, რომ ანუ მუდამ რაღაცა ნაწილი არის სამუშაო, ხო? ანუ თუნდაც ის რომ გაზრდილი უფრო დიდი კომპანია ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს, ხო, ბუნებრივია. უფრო მეტად შეიძლება კიდე უფრო მეტი პრობლემაც გქონდეს ხარისხის კუთხით, იმიტომ რომ როცა კომპანია იზრდება, ხშირად თუ ეს კომპანიის ზრდა არ არის მეტნაკლებად რაღაცნაირად დაალაგებულ პროცესს არ მიუყვება, მერე იჩენს თავს უფრო მეტი ხარვეზი, უფრო მეტი ნიუანსი, რაც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ბევრი კომპანიების უკუსლის პირობა, იმიტომ რომ ვთქვათ, თუნდაც რაღაც ერთი ლოკაციის ან ორი ლოკაციის წარმატების შემდეგ კომპანიას უჩნდება ამბიცია, რომ გადიდდეს, გაიზარდოს და შემდეგ რაღაცნაირად ხელიდან გაურბის ის პროცესები, რაც განაპირობებს მომხმარებელთა კმაყოფილებას, ხარისხს და ბევრი ისეთ ნიუანსს, რაც თქვათ შენი სტარტაპერობა წარმატებისკენ განაპირობა, მაგრამ მე როცა იზრდება, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გმართებს ჩემი აზრით, რომ ის ხარისხი და ის მოლოდინი, რაც თქვათ თუნდაც შენს ერთგულ მომხმარებლებს აქვს, არ დააგდო, ხო? ბევრ ნაწილში შეიძლება ბევრ ჭრილში მიმოვიხილოთ ხარისხის კონტროლი. დაწყებული როგორც ინფრასტრუქტურიდან დამთავრებული ადამიანური რესურსით, ხო? მე ვიტყოდი მარკეტინგსაც, იმიტომ რომ ის ხარისხი, რაც თქვენ კომუნიკაციაში, ბრენდირებაში, თუნდაც უბრალოდ ფოტოებში, რა ფოტოთითაც გამოდის კომუნიკაციაში მომხმარებელთან, ესეც კი იგრძნობა რამდენად ნაფიქრი და ხარისხიანი. კი, სულ ვცდილობთ, რომ ანუ რეალურად
მოდი ესე ვიტყვი, თავიდანვე როგორც კი გაიხსნა ოქტოპუსი, არ იყო აქცენტი აუცილებლად აღებული, რომ მარტო უნდა იყოს რაღაც კარგი ხარისხის სავარჯიშო აღჭურვილობა და რაღაცა, არ ვიცი, ტოპ სუპერ თანამედროვე ტრენაჟორები. არამედ რეალურად მეტნაკლებად დავანგრიეთ ეს თეთრი white wall პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველი ოქტოპუსი როცა გაიხსნა, ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა რეალურად შიდა დიზაინზე, ვიზუალზე, რამაც ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ იქ მოსულ მომხმარებელს არ დახვდა უბრალოდ მარტო კარგი ხარისხის და უცხოური თქვათ სავარჯიშო აღჭურვილობა, არამედ ისეთი გარემო, რომელიც მისთვის იყო უცხო იმ თვალსაზრისით, რომ ფიტნეს კლუბისგან არ მოელოდებოდა თქვათ დიზაინზე ამხელა აქცენტს. დღესდღეობით ვიტყოდი, რომ უფრო თქვათ ბევრი ფიტნეს კლუბი იხსნება, ბევრი დარბაზი იხსნება, ბევრი კლუბი აქცევს, რა თქმა უნდა, დიზაინსაც, ყურადღებას და სხვა ისეთ დეტალებს, თქვათ, რაშიც ძალიან ამბეციურად თუ არ ვეტყვი, ჩვენ ტრენდსეტერები ვიყავით, ხო? სიტყვაზე ვიძახით, თუნდაც პეკეჯინგი იქნება, ეს მარკეტინგული აქტივობები იქნება თუ სხვადასხვა. აბსოლუტურად გეთახმები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი არის ტრენაჟორების დარბაზზე ან სივრცეზე, ცალსახად სერვისის მიმწოდებელი ხართ და ამ შემთხვევაში ეგეც უნდა დეტალების გათვალისწინებას, ეს იქნება არქიტექტორ დიზაინერი თუ ვენტილაციის ინჟინერი, განსაკუთრებით სერვისის მიმწოდებაში ძალიან მნიშვნელოვანია და ვიცი, რამდენად დეტალებზე ხართ ნამუშევარი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ეს შედეგებს დებს. მადლობა თქვენ. კი, პროცესი თვითონ რთული არის, არ არის მარტივი ფიტნეს კლუბების ქსელის მართვა, იმიტომ რომ რეალურად 24 საათი ოპერირებს ჩვენი ფილიალები, პლუს რამდენიმე ათასიანი კაციანი turnover-ია ყოველდღურად, ანუ რამდენიმე ათასი ადამიანი შედის, გამოდის, ბევრი ნიუანსი ხდება და უნდა გეჭიროს რაღაცნაირად პულსზე ხელი, რომ რაღაც არ გაგექცეს და ყოველთვის გაითვალისწინო ის თქვა პატარ-პატარა ხარვეზები, რაც ნებისმიერ საქმეს თანსდევს. ოქტოპუსი აღარ არის მხოლოდ თბილისი. ოქტოპუსი არის რამდენიმე ქალაქი, განსაკუთრებით მე ვიცი რომ ბათუმში რამხელა მოთხოვნა იყო ოქტოპუსის შესვლის და ვიცი რომ შაშან გაიხსნა ოქტოპუსი ბათუმში. გეგმები რა არის ოქტოპუსის? ამ ეტაპზე რეალურად ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავთ საინტერესო პროექტებზე, მუშაობაზე. ანუ არ ვჩქარობთ იმას, რომ გინდა თუ არა დღეს და ხვალ გავხსნათ ახალი ფილიალი, იმიტომ რომ რაც მანამდე ვისაუბრე, არ გვინდა რომ რაღაცა დაგვემართოს მე ვეძახი სტილოს დაავადებას, რაც არის რომ უცებ იზრდები და სწრაფად იზრდები და მე რაღაცეები გეპარება, ესე რომ ვთქვათ და ძალიან დიდ რესურსს ხარჯავთ იმაში, რომ საოპერაციო ნაწილი იყოს ისე გამართული, რომ შემდეგ იმ პროექტებს, რაც ეხა გვაქვს ჩვენ ჩაფიქრებული და რაზეც მუშაობთ, უკვე ისე უმტკინველოდ წავიდეს და ისე უმტკინველოდ გაიზარდოს, რომ რეალურად აი ამ დღევანდელმა მუშაობამ ხელი შეუწყოს. ანუ ბუნებრივ ტემპს უფრო მისდევთ და გასაგებია. და მოდი კითხავ უფრო ბიზნეს კუთხით რო შევხედოთ გამოწვევებს. დღეს 21 საუკუნეში ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიები უკვე აუცილებლობა ხდება ნებისმიერი ბიზნესისთვის. ოქტოპუსი როგორ იყენებს ამ გამოწვევებს, ამ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, იყო თქო კოვიდის პერიოდში ამის გამოცდილება, რომ თქვენ დისტანციური არხები გამოიყენეთ თქვენი მომსახურების მისაწოდებლად. დღეს კოვიდი აღარ არის, თუმცა გამოჩნდა სხვა ტექნოლოგიები, რომლებიც ასევე შესაძლებელია, რომ ინტეგრირებული იყოს, რომელმაც რაღაცა ახალი კონკურენტულ უპირატესობა შეუქმნას დამატებით ოქტოპუსს. დღეს სად არის ოქტოპუსი ამ მიმართულებით? ბუნებრივია, რომ ანუ მე ესე მგონია, რომ ნებისმიერი ბიზნესი არის რაღაცა ცოცხალი ორგანიზმი, ხო? როგორც ახლა მე აქ ვარ და ვარსებობ, ესეთივე წარმოდგენა მაქვს, რომ ბიზნესით ანალოგიური რაღაცა ესეთი ორგანოარი, რომელმაც მუდამ ფეხი უნდა აუწყოს ყველა იმ ტენდენციას, რაც იმ მომენტში რეალობა. მათ შორის ბუნებრივია ტექნოლოგიებიც და ოქტოპუსი რეალურად იყო პირველი ფიტნეს კლუბის ქსელი საქართველოში, რომელმაც დანერგა საკუთარი მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ჩვენი კლუბის წევრებს შეუძლიათ ძალიან მოსახერხებლად თუნდაც ჯგუფური ვარჯიშების დაჯავშნა, პერსონალური სესიების დაჯავშნა პირად ინსტრუქტორთან, აბონემენტის დაპაუზება შეძენა თუ ბევრი ტრანზაქცია, რაც თქვათ გაუმარტივებთ მათ
თუნდაც ოქტოპუსში ოქტოპუსთან ურთიერთობას და რეალურად თქვა რითაც დავიწყეთ იმის შემდეგ აპლიკაციის ჭრილში ძალიან გაგვიმარტივა ჩვენს მომხმარებელთან ესე რომ ვთქვათ ურთიერთობა ხო? მოდი დაგისმევ კითხვას ალბათ რომელიც ჩემი თაობისთვის ყველაზე ესეთია რა. მოგიწია შენ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იმ პერიოდიდან 2016 წლის გულისხმობ, როცა ჯერ კიდევ ქართული კულტურიდან გამომდინარე ვთქვათ ხინკალი, მძიმე საკვების მიღება, ვთქვათ არაჯანსაღი ცხოვრების სტილი ჯერ კიდევ სტანდარტი იყო. კი. და მოგიწია პირდაპირ ცხოვრების სტილთან და შეხედულებებზე შებრძოლება და შეცვლა. რამდენად ფიქრობ, რომ გამოგივიდა და როგორ ფიქრობ დღეს რა ხდება? რამდენად ეს კიდევ გამოწვევაა შეიძლება იყოს ახალი თაობისთვის? ან როგორ შეიცვალა ეს თაობების სტერეოტიპი? თაობების სტერეოტიპი შეიცვალა, თუმცა მგონია რომ მაინც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა საქართველოში კვების კულტურის უფრო მეტად ნორმალიზება. მიუხედავად იმისა, რომ გიждდები ქართულ სამზარეულოზე და მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სამზარეულო აქვს მთელ მსოფლიოში, მაინც არის რაღაცა ნაწილი, თქვათ, ქართველების კვების რაციონში, რაც თუნდაც ჯანმრთელობის კუთხით მავნებელია, ხო, ეხლა რაღაცა არ ვიცი, 50 ხინკლის ერთ კვებაზე მიღება არ არის კარგი, რაც არ უნდა ნორმალური, რაც არ უნდა შემდეგ თქვათ მიხვიდე და სავარჯიშო დარბაზში 2 საათი ირბინო სარბენ ბილიქზე, ხო? რთულია, ანუ იმიტომ რომ თვითონ ჩვენ თავთანაც გვიწევს რაღაცებზე უარის თქმა, რაღაცების სწავლა. თვითონ ახლა ანუ ჩვენც ხო რეალურად ახლა ვსწავლობთ, ხო? ანუ სულ ვიძახი ხოლმე, რომ თუნდაც რესტორნების უფრო არა, მაგრამ კაფის და თუნდაც იმ კულტურის საქართველოში დახვეწა, რაც თქვა დღეს არის, სულ რამოდენიმე 10 წლეულის 20 ალბათ 25 წლის წინ დაიწყო. სწავლობთ მეგონი ნელ-ნელა, მაგრამ უფრო რომ ავაჩქაროთ, თქვა თუნდაც სწავლის ტემპი თუმცა გიორგი, თაობებს შორის სხვაობა არის, თქვა ჩემი თაობის, ანუ უფრო ძველი თაობის უფრო სხვანაირად ღებულობს ვარჯიშს როგორც მენტალურ აქტივობას და ახალი თაობა უფრო თამამი არის და უფრო მონდომებულია, იმიტომ რომ მე მქონია ურთიერთობა, ვთქვათ, იგივე ჯენზის ენტერპრენერებთან, რომლებსაც პირდაპირ თავის კალენდარში აქვთ გაწერილი, რომ რაღაცა პერიოდი არ უნდა იფიქრონ არაფერზე გარდა ჯანსაღი ცხოვრებისა, შეიძლება იყოს უბრალოდ მედიტაცია და არა ფიზიკური აქტივობა. და აი შენ ბიზნესის კუთხიდან ეს როგორ ჩანს? იმიტომ რომ ვიღაცებისთვის შეიძლება შესაძლებლობა იყოს და ამაზე იფიქრონ. იცი როგორ ვიტყოდი, რომ ანუ ქცევას თუ დავაკვირდებით, ხო? თქვა თუნდაც ჩვენს კლუბის წევრებში ახალი თაობის მომხმარებლები უფრო მეტად ცდილობენ ოქტოპუსი გამოიყენონ, ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით, ვარჯიშის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდაში. ანუ უფრო მეტად ტესტავენ, ვთქვათ, სხვადასხვა თუნდაც ჯგუფურ ვარჯიშებს, ხო, იქნება ეს იოგა, რაღაცა სპინინგი, თუნდაც არ ვიცი, ვთქვათ, გვაქვს ახალი სიახლე, რომელიც არის გერითი მედიტაცია. ეს არის გერითი თერაპია, რომელიც ხორციელდება სპეციალურ დახურულ სივრცეში კვარცის ქვაზე, რომელზეც ანუ ჩემი დაკვირვებით, ვთქვათ, ახალ თაობას უფრო მეტი ინტერესი აქვს, ვიდრე თუნდაც ჩემი თაობის კლუბის წევრებს, ხო? აი ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ ყველა ადამიანისთვის ერთი და იგივე თქვათ თუნდაც შტანგის აწევა არ არის რაღაცა ინტერესის სფერო, ხო? ადამიანმა უნდა მოძებნოს ის, რაც მას ანიჭებს სიამოვნებას, თუნდაც ვარჯიშის კუთხით და ეს რომ მოძებნოს, უნდა რამოდენიმე რაღაცა ცადოს. მათ შორის იქნება ჯგუფური ვარჯიშები, თქვათ ტრენაჟორი თუ რაღაც სხვა და ამის მიხედვით უკვე მიხვდება, თქვათ რა სიამოვნებს და ის ვარჯიში არ უნდა იყოს რაღაცა დაძალება, ხო, შენ თავზე რომ აი ვარჯიში მიწევს ახლა და მეზარება და რაღაცა და რაღაცა. პირიქით უნდა გესიამოვნოს და სიამოვნება მიიღო და აი რო გესიამოვნოს, მგონია რომ როგორც ცხოვრებაშია, ხო, რაღაცებს თუ არ გამოცდი, ვერ მიხვდები რა არის შენი და რა არ არის შენი. ეხლა მინდა კითხო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინგრედიენტზე ოქტოპუსის. მე რასაც ვხედავ, დახარჯულია უდიდესი რესურსი იმ გუნდის შესაქმნელად, რომელიც როგორც შენ ამბობ, საბოლოოდ მომხმარებლებში ზუსტად იმ ემოციას ტოვებენ, რაც თავიდან ოქტოპუსში იყო ჩადებული.
რომ მოგვიყვე ამ გზაზე, როგორ შეიქმნა ოქტოპუსის ის გუნდი, იმიტომ რომ დღეს ოქტოპუსი მომხმარებლებისთვის ის ტრენერია, ის მრჩეველია, ის კონსულტანტია, ის ადამიანია, რომელიც ამ ცოდნას და ემოციას გადასცემს და საბოლოოდ მომხმარებელში რჩება. ვინ არის ეს გუნდი, როგორ შეიქმნა, რამდენად გამოწვევა იყო და შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი არის დღემდე. გონია რომ ოქტოპუსის ის გუნდი, რომელიც დღესდღეობით ოქტოპუსში მუშაობს, არის ოქტოპუსის წარმატების ალბათ ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ნაწილი. და ერთ-ერთი წინა შეკითხვა იყო, თქვათ, რამდენად ამაყიხარ ოქტოპუსს, როცა თქვათ ხედავი სამაჯურს რაღაცას, ხო? ანუ ერთ-ერთი რითაც ძალიან ამაყივარ, ეს არის ის, რომ ძალიან დიდი ნაწილი რომ ჩვენი გუნდის წევრებისა, ვისთან ერთადაც დავიწყეთ ოქტოპუსის შენება, დღემდე არიან ოქტოპუსში და დღემდე მივუყვებით ამ გზას ერთად. გონია რომ ეგ არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმისი, რომ რაღაცა სწორე ვაკეთებთ, ანუ დღეს რო ვუყურებთ ჩემს თანამშრომლებს, რომელთან ერთადაც დავიწყეთ თქვათ თითქმის უკვე 10 წლის წინ და ეს ერთგულად მოვდივართ და ერთად ვიზრდებით, არ ვიცი, ძალიან კაი გრძნობა არის, თქვათ თუნდაც აი ადამიანური კუთხითაც და მეორე თვითონ ორგანიზაციული კულტურის წარმატების ნაწილშიც, ხო? თუმცა გზადაგზა ბუნებრივია გვემატებოდნენ გუნდის ახალი წევრები, რომლებთანაც ასევე ძალიან დიდი რაღაც ასეთი ემოციური მიჯაჭვულობაც გვაქვს და ზუსტად ის რომ კომპანია გონია რომ კომპანია სწორი გზით და სწორი რაღაცა ხედვით ვითარდება, ამას ხედავენ ჩვენი თანამშრომლები და ეგ არის თავარი ის მიზეზი, რის გამოც ძალიან დაბალი არის კადრების დენატობა ჩვენთან, ხო? იმიტომ რომ იციან რომ ოქტოპუსი აძლევს იმ საშუალებას რომ არ ვიცი გაიზარდონ, ტრამპლინი იყოს, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნონ და რეალურად ყოველდღიურობა იყოს პირდაპირ უფრო საინტერესო, ვიდრე თქვათ სხვაგან იქნება თუნდაც. თუმცა გუნდის წევრებს აღნიშნავ, ზუსტად ასე იგულისხმე, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, გუნდის წევრები არიან არა მხოლოდ ფრონტი, არამედ ლაპარაკია ადმინისტრაციული, ფინანსური, მარკეტინგის და ასე შემდეგ, ისინი ვინც ოქტოპუსს მთლიანად ქმნიან. მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა ჩემთვის მომესმინა ოქტოპუსის მთელი ისტორია და წარმატებას უსურვებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ოქტოპუსი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და იმდენი გამოწვევა და იმდენი შესაძლებლობაა კიდე ამ ინდუსტრიაში, იმიტომ რომ ჯერ თქმული კიდე ხმამაღლა არაფერი არ არის, რომ დარწმუნებული ვარ, ოქტოპუსი თავის საქმეს იტყვის. სანამ დაგემშვიდობებოდე, მინდა ჩვენი პარტნიორისგან საჩუქარი გადმოვცეთ. ძალიან დიდი. ეს არის ჩვენი საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო იურიდიული კომპანიის მიერ გადმოცემული საჩუქარი, რომელიც გამოგიგზავნეს ოქტოპუსს და იმედია სასარგებლო იქნება და კიდევ ერთხელ მადლობა დროის გამონახვისთვის და წარმატებები ოქტოპუსს. მადლობა. პირველ რიგში ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ, რადგანაც მგონია რომ ინფორმაციის გაზიარება, ასე ვთქვათ, შეარინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი მით უმეტეს ახალი სტარტაპერებისთვის, იმიტომ რომ რეალურად რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეს თუნდაც საქმეს იწყებ თავიდან, ყოველთვის კარგია რომ მოისმინო მაინც რაც შეიძლება მეტი, რომ თუნდაც ის რისკ ფაქტორები რასაც შეიძლება შენ შეეჯახო უკვე შემდეგ ყოველდღიურობაში, რომ მეტნაკლებად მაინც ნაფიქრი გქონდეს და ამაში თუ დაგეხმარება რეალურად მოსვენილი თქვა თუნდაც ისტორია იქნება ეს ან თუნდაც პოდკასტი, кейსები და სხვადასხვა ძალიან დაგეხმარება. საინტერესო გადაცემა გამოვიდა, როგორც ყველა ჩვენი სხვა გადაცემა. გიორგის გამოცდილება ბევრისთვის შეიძლება ინსპირაცია იყოს, გაითვალისწინოთ თავიდან დაგეგმა და სწორად წარმართო პროცესების და ხარისხზე ორიენტირებულობა რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის. გარდა უშუალოდ ბიზნესისა, ფაქტია, რომ ხანდახან მენტალური ჯანმრთელობა და განტვირთვა, ახალი იმპულსი და ახალი ენერგია არის ხოლმე ბიზნესისთვის, პირადი ცხოვრებისთვის თუ ასე შემდეგ. ასე რომ იმედია თქვენს მოგეწონათ ეს გადაცემა და რაღაც საინტერესო თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია იპოვეთ ამ გადაცემაშიც.